ცივა. მოკლედ სათაურიდან ისედაც იცით, მაგრამ ისტორიისთვის მოვყვები ბარემ რა. ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, ვართ ივა აუთდორ კლასიკის გამოფენაზე, აიგერა ჩემს უკან. მოკლედ ეხლა ძალიან ადრე არის, დღეს არის 26 თებერვალი 2026 წლის. ჯერ ეხლა იწყება გამოფენა, გარეთ ცივა. მიუხედავად იმისა, მზია და წესით გამოცხადებული რომ დღეს სითბო იქნება. მოდი ეს ვიდეო დღევანდელი გავაკეთოთ პატარა შესავლის ვარიანტში, მე ცოტა შიგნით შევიწევი და შესაბამისად მოდი იქ მოვყვები დანარჩენ შესავალ ისტორიებს. კარგით? ვაუ, მოკლედ გამოფენაზე ჩემოვედით, პეიჯიც ავიღე. ჯამში ხა ჩემს უკან ხედავთ, ჯერ კიდე ადრეა ხალხი მოდის რა და პრაქტიკულად არავის არ შემოუშვებენ ესე ღიად. იდეას სულ ყველას მოთხოვენ რაღაც პასპორტს ან დამადასტურებელ საბუთს, რომ ნამდვილად თვითონ არის. გარდა იმისა, რომ შემოსვლისას უნდა შემოწო, ნებისმიერი გასვლა შემოსვლისას პეიჯის გარდა უნდა წარმოადგინო ისევ ხელახლა საბუთი, რომ შემთხვევით თქვა სხვას არ გადასცე პეიჯი და ვიღაცა უცხო არ შემოვიდეს. ასე რომ გარკვეულწილად მაინც როგორც გითხარით, დახურული ღონისძიება, ეს არის B2B, business to business, ხოლოდ იარაღის მწარმოებლები, შემკეთებლები, გამყიდულები, დისტრიბუტორები და ნებისმიერი ამ წრესთან მომუშავე ხალხი დაიშვება როგორც წესი. სხვა გარე პიროვნება, მაგალითად ნიურნბერგში დასასვენებლად ვიყავი და უცებ მოდი გამოფენაზე შევიაროთ, ეგეთი რაღაცა აქ არ მუშაობს, სამწუხაროდ არ შემოგიშვებენ. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება წამგებიანი ჩანდეს თვითონ გამოფენისთვის ეს რა რაღაც მომხმარებლის რაოდენობის შეზღუდვა არის, მაგრამ სინამდვილეში ამით გარკვეული სიწყნარია მიღებული და დაცულობა. აქ საკმაოდ ხმაურიანი, მოდი სხვაგან გადავინაცვლოთ, მე ცოტა თორე ნამეტანი საქსაფონობს იქ უკან ერთი კიჟი. კარგი, სანამ ეხლა მე ჩავაბარებ ჩემ ნივთებს, მოდი განვიხილოთ რა დარბაზები გვექნება მოსავლელი. ძირითადად წელს იქნება 8 დარბაზი, აქ შავად აღნიშნული რაც არის გრაფიკზე. ესენი არის ჩვენი საგამოფენო ივას დარბაზები, ზედა დარბაზები ეს ჩამქრალი არის და სხვა გამოფენა იყო. აქ ეხლა თქვენ ხედავთ უბრალოდ ლობის, სადაც ხალხი იკრიფება, განსაკუთრებით მანამდე გროვდებიან, სანამ ძირითადი კარები გაიღება, რომ შევიდეთ ასე თქვა გამოფენაზე. მანამდე ნელ-ნელა ყველა გროვდებით. აქ ამ დროს ეხლა აქტიურობენ ჟურნალისტები, აი კადრში ხედავთ ერთ ჟურნალისტს, მეორეს, ფოტო-ვიდეო მასალას ამზადებენ როგორც შეუძლიათ. ეს ერთი საერთოდ მაგალითად აი კიბეზე მიძრება იმისაც, რომ გადაიღოს ზედა კადრი. რატომღაც გადაიფიქრა. კარგი, მოდი ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს დაფას და განვიხილოთ რა დარბაზები გვექნება სანახავი ამ გამოფენის ფარგლებში. ძირითადად როგორც უკვე ვთქვი, ეს არის 8 დარბაზი, იქნება პირველი, მეორე, მესამე, მერე იქნება გადასვლა 3A, 3C, 4, 4A და მეხუთე დარბაზში. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დარბაზები ახლა აქვე უკვე ჩანს სქემატიკაზე, რომ იქნება პირველი, მესამე, მეოთხე, 3C, 5. შედარებით პატარები იქნება 3A და 4A და ყველაზე პატარა დარბაზი იქნება მეორე დარბაზი. მეორე დარბაზში წელს განთავსებული არის აირსოფტი, ყველაზე ცოტა არის წარმოდგენილი, როგორც გავიგებ. ახლა რაც შეეხება მეხუთე დარბაზს. მეხუთე დარბაზში ასევე ტარდებოდა სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების გამოფენაც, ანუ ზედაი ჩამქრალი რაც არის, იქ ტარდებოდა 3 დღით ადრე ეს გამოფენა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ არაფერი განსაკუთრებული ესეთი საიდუმლო აქ არ იყო და დატოვებულია ივას ფარგლებშიც მეხუთე დარბაზი. ესე იგი, ქურთუკის ჩავაბარე, წეგან დავიწყე ჩაწერა, მე აქ უკვე შეგით ძალიან დიდი ხმაური არის. გადავამოწე ხმა იწერება თუ არა, საბედნიეროდ იწერება, იმედია ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა საქმე რაშია? მე ცოტა ადრე ვარ მოსული, დანარჩენი ხალხი ცოტა ადრე მოვიდა, ასე ვთქვათ. რომ გამოფენა იხსნება სინამდვილეში 9 საათზე.
მანამდე შედიან უკვე ის პიროვნებები, რომლებმაც თვითონ პროდუქცია უნდა წარმოადგინონ. დანარჩენი დამსწრე საზოგადოება შეგვიშვებენ 9 საათის შემდეგ. ამიტომ აქ ხალხი მატულობს და ყიყინის ასე ვთქვათ ხმაც იზრდება და მეგონა რომ უბრალოდ ხმა არ იწერებოდა, ამიტომაც შევამოწმე ესეთი რაღაც. კარგი, მოდი სანამ შეგვიშვებენ, მანამდე პატარა სტატისტიკას ჩამოუყრი ასე ვთქვათ საერთო გლობალურ ვარიანტს და გარკვეული რაღაც ინფორმაცია მივიღოთ. ამით პირობითად დავხუროთ ვთქვათ შესავალი ინტრო და მერე უკვე თვითონ გადავიდეთ სხვა ასე ვთქვათ ვიდეოებზე, სადაც გვექნება უკვე თვითონ შიგნით რაც ხდება იმის მიმოხილვად. ესე იგი, ძირითადად ტარდება ხოლმე პლანეტის მასშტაბით 2 გლობალური გამოფენა, ხო? ერთი არის ხოლმე ამერიკაში, ლას-ვეგასში. როგორც წესი ტარდება ხოლმე იანვრის ბოლოს, მესამე ან მეოთხე კვირას და ერთი თვის თავზე ყოველთვის ტარდება გერმანიაში, ნიუ-იორკში, როგორც წესი თვის ბოლოს. ეს არის მეოთხე კვირაში, როგორც წესი მაგალითად წელს უწევს 26, 27, 28 და 1 მარტი. როგორც წესი მარტზე გადადის ხოლმე ერთი ან ორი დღე. ეხლა მასშტაბები რა იყო ძირითადად ეხლა თითქმის ერთნაირი არის უხეშად რომ ვთქვათ, თუმცა გარკვეული პატარა ნიუანსების გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნიუ-იორკში უფრო დიდი გამოფენა ტარდება. ეხლა რატომ მაგალითად ამერიკაში ტარდება 3 დიდ საგამოფენო კომპლექსში. საერთო ფართობი სადღაც 77000 კვადრატია, გერმანიაში ტარდება 8 ვებერთელა პავილიონში. საერთო კვადრატულობა უხეშად სადღაც 73000 კვადრატულია. ესე იგი 4000 კვადრატით გერმანია პირობითად რო ვთქვათ აგერ. სინამდვილეში ნახეთ ნიუანსი რაში მდგომარეობს. ამერიკაში ტარდება იმ 4 დღეში ყველაფერი ერთად, ანუ ძალოვანი სტრუქტურებისთვისაც იქნება მანქანა, ბრონი, ტრანსპორტიორი თუ ნებისმიერ თუნდაც ქვემეხი და ჭურვი და ასე შემდეგ. ასევე სამოქალაქო სექტორის ტარდება. ნიუ-იორკში მხოლოდ 26-დან ამ პირველამდე რაც გითხარით, ტარდება მხოლოდ სამოქალაქო, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების ტარდება 3 დღით ადრე. მაგალითად 23, 24, 25-ში ჩატარდა უკვე ძალოვანი სტრუქტურების გამოფენა იგივე საგამოფენო კომპლექსში, ოღონდ სხვა პავილიონებში. ეხლა აქ მაგალითად საერთოდ როგორ წარმოდგენა რო გქონდეთ უხეში. თბილისში რასაც გვაქვს წერეთელზე გამოფენის კომპლექსი, რაღაც ამგვარი გამოფენის კომპლექსია, ოღონდ გაცილებით დიდი. თითოეული პავილიონი ალბათ არის თვითონ წერეთლის გამოფენის ნახევარი, ასე ვთქვათ, პირობითად რა. ვებერთელა ფართობი არის აქა. თვითონ საგამოფენო კომპლექსი არის როგორც ეს პავილიონები, ასევე ტყეში ჩაფლული გარკვეული პარკი, ვებერთელა ტბებით. ერთი ტბა თითქმის ყურძნის ზომისა, მეორე ლისის ნახევარი არის ალბათ და კიდე ორი რაღაცა მომცრო მოდიდო ტბა არის. შესაბამისი ცხოველური სამყაროთი იქნება ყურდღელი, ციხვი, რა ვიცი, ფრინველი ხო, ოხრათ არის ყველანაირი წყალში მცურავი თუ მფრინავი ნებისმიერი. ჯამში მასშტაბი აქაც დიდი არის და შესაბამისად ახლა ნახეთ, თუ ამერიკაში 77000 კვადრატია, გერმანიაში როგორც გითხარით არის 73000 კვადრატი, მაგრამ ცალკე სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების რო ტარდება, აი ეს უკვე არის კიდე 60000 კვადრატული მეტრი. ერთად უკვე გამოვიდა, რომ ნიუ-იორკში გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის არის მოცულობით. ხალხის რაოდენობა შესაბამისად რო გადათვალოთ, უბრალოდ ცუდი მომენტი რა არის, რომ სამოქალაქო სექტორს სამხედროში არანაირად არ გიშვებენ, იმიტომ რომ სპეციალურად ჭირდება შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი იყო და რა თქმა უნდა, გარდა ამისა, ნატოს წარმომადგენელი უნდა იყო, ან მოწვევა უნდა ქონდეს შესაბამისი. აქვე საიტზე პირდაპირ უწერიათ შესაბამის გამოფენაზე, რომ იცით რა, ისეთი ქვეყნებიდან მისი წარმომადგენლები, როგორც არის ბელორუსია, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა ასეთი გარიყული, ასე ვთქვათ, ქვეყნები აკრძალულია მათი დაშვება ფიზიკურად შეუძლებელია, წარმოუდგენელია საერთოდ შემოვიდნენ ამ გამოფენაზე. გამარჯობა, გაიხსნა როგორც იქნა გამოფენა, ესე იგი 9 საათიც გახდა. მოკლედ ესეთი პატარა ნიუანსები არის, რო ავიღოთ. ეხლა თვითონ გამოფენაზე რა ხდება ხოლმე? ძირითადად არის პრაქტიკულად ყველანაირი სეგმენტი ახლა. მე ძირითადად მინდა პნევმატიკის გადაღება, თუმცა ჩემი გართობის სფერო ასე ცეცხლსასროლია რაღაც არის, 9 მმ-ით, 223-ით, 308-ით, გლუვით და ასე შემდეგ. შესაბამისად ახლა შეიდროშები ვარ ხოლმე პნევმატიკის გარდა თვალი იმდენ რაღაცაზე გარბის ხოლმე ჩემტერს. ახლა ნახეთ რა არის ძირითადი აქ ვარიანტი. პრაქტიკულად როგორც უკვე გითხარით, ერთი იქნება განყოფილება აერგანის. ვებერთელა წარმომადგენლობა, იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა ცნობილი ევროპული, ამერიკული ფირმები, მაგრამ არის აურაცხელი თურქული და განსაკუთრებით ჩინური გადაჭმული ყავთ. ზოგიერთი ისეთია, რომ ცხოვრებაში არ გაგვიგია, ალბათ არც გავიგებთ, ისე დაიბადენ და ისე მოკვდნენ ის ფირმები, რომ ჩვენამდე ალბათ არც მოვლენ. იმიტომ რომ ზამბერს იმდენად ძველი სტატიკური დიზაინი აქვს, აი არაფრით არ გამოირჩევა. ალბათ ერთადერთი ფასით იქნება მომხიბლელი და ჩვენთან ვინმე დისტრიბუტორი ფასის გამო თუ შემოიტანს ამისთანა წარმოებლის პროდუქციას.
გარდა პნევმატიკისა, რა თქმა უნდა, იქნება ცეცხლსასროლი. ცეცხლსასროლი იქნება აუცილებლად პისტოლეტები ოხრად. PPS-ი, ანუ ტყვიამფრქვევები პისტოლეტის ასევე ოხრად. ძირითადად ეს ბაზარი გადაჭმული ყავს თურქულ წარმომადგენლობას, ნაწილობრივ არის ესპანეთი და არგენტინაც კიდე. აი ძალიან ბევრი კლონები აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით ისეთი იარაღების, რომელსაც ყველანაირი ლიცენზია გავიდა, მაგალითად 1911 კოლტის ცნობილი ხო ბრაუნინგის ჰაი პაუერი, გლოკი მესამე თაობიდან დაწყებული პრაქტიკულად გადაჭმულია ყველანაირი დიზაინი, მოდიფიკაციებით და ასე შემდეგ. ბერეტა 92 და აი ნებისმიერ ესეთი საკულტო ფორმას, რასაც გაიხსენებდა მწარმოებელს, პრაქტიკულად ყველას n რაოდენობის მოდიფიკაცია და ვარიაციები არსებობს, ეს პისტოლეტებშიც შეეხება. რა თქმა უნდა, არის აურაცხელი სეგმენტი, ეს არის AK და AR პლატფორმების. ნუ აი ვისაც არ ეზარება, ყველა უშვებს. რა თქმა უნდა, არის ბოლტებიც ცალკე, არის სპეციფიური იარაღიც, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იქნება აირსოფტი, რა თქმა უნდა, არის პეინტბოლი. რა თქმა უნდა, არის ყველაფერი ამისთვის ოპტიკური სამიზნეები. არის მექანიკური, არის ოპტიკური სამიზნეები. ნუ შესაბამისად, მანძილმზომი იქნება თუ სხვა დამატებით რაღაც საჭირო ინსტრუმენტები, ყველაფერი ეს ოპტიკასთან ერთად მიდის. რა თქმა უნდა, არის ტანის ამოსი იქნება ზედა, ქვედა, შიდა ჩასაცმელი. ნუ ამის ნებისმიერ ქუდი, კამარი, დანა, რასაც წარმოიდგინე, შვილდის არის. მოკლედ, ყველაფერი რაც ირგვლივ ტრიალებს ამ სამყაროსთან და რაც შეიძლება პირობითად ჩავთავოთ მამაკაცურ, ასე ვთქვათ, მიმდინარეობასთან, ყველაფერი აქ ერთად არის წარმოადგენელი. საერთოდ ჯამში ხა მე მაგალითად წინა წლებში რო დავდიოდი ხოლმე, ხო, პირველ დღეს ვერ ვახერხებდი ამ 8 კომპლექსიდან ყველას მოვას. გამორიცხული ერთ დღეში ვერ მოვინე ვერანაირ. კაი არის 1-დან 3-ს თუ მოახერხებ ერთ დღეში რომ მოიარო. ბოლოს ისე გამოდის ხოლმე რომ პირველი 3 დღე დახარჯული გაქვს და ძლივს ნახევარი გაქვს ნანახი და მე ბოლო დღეს ან ბოლოს წინა დღეს რაკეტასავი დადიხარ რომ ყველაფერი მოიარო, რამენად მოასწრო ჩეკინგი დასვა, აქაც ვიყავი, ესეც ნახე წარმოდგენა მაქვს რა. ძირითადად რა თქმა უნდა იქნება წარმოდგენილი რაღაც სიახლეები გარკვეული. ეხლა მაგალითად პნევმატიკაში რამდენიმე იარაღის წარმოებელი არის ახალი, რამდენიმე ჩვენთან ცნობილს მაგალითად Snowpeaks რაღაცეები აქვს ახალი. აუცილებლად მივალთ მაგალითად FX Airgun-თან, იმასაც განსაკუთრებული სიახლეები უნდა გქონდეს წელს, ვითომ და იმპაქტის სიახლეები უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი, რაღაც უფრო საიტიდან გამომდინარე, ისე გამოდის რომ უფრო სხვა მიმართულება ამჯერ მალავენ, არ ვიცი, მაგასაც გავიგეთ. იარაღებშიც არის გარკვეული რაღაც სიახლეებია მაგალითად ქრონოგრაფებში, Garmin-მა მაგალითად წელს რაღაც ახალი წარმოადგინა, შარშან მაგალითად Garmin-ის კლონები იყო აი აურაცხელი ყველანაირი, Caldwell-ს ქონდა რაღაცა წარმოდგენილი, კიდე ერთ 3-ს ქონდა რაღაც წარმოდგენილი, სახელები არც ვიცი, პრაქტიკულად ზომა, ფორმა ყველას ერთი და იგივეა, გვეუბნები, ეკითხები კი, მაგრამ ხო ხვდები ახლა ვისთან ვადარებ, იმისგან განსხვავებით რა გაქვს, ეს შედარებით ჩქარია. წელს მაგალითად Garmin-მა ისეთი ჩქარი წარმოადგინა, ერთ წამში 10 გასროლას აფიქსირებს, ანუ ავტომატურ ცეცხლსაც დაგიფიქსირებს, შესაბამისად იმათ რა ეშველებათ არ ვიცი, რაღაც ესეთი ვარიანტებიც არსებობს ხოლმე. მოკლედ ეს ყველაფერი სანახავია, გასართობია, განსახილველია. ცუდი ის არის, რომ წელს მარტო ვარ, ოპერატორიც არ მყავს, ჩემ თავს საკუთარ თავს უღებ. რამდენად მოვხერხებ ყველაფერი ეს ჯერ მივიდეს სტენდზე, გავეცნო რა არის. მე ეს ყველაფერი გადავიღო და თქვენ აგიხსნათ იქ სიახლე რა ვნახეთ. მოვასწრებთ რა ყველაფრის მორბენას. რამდენი ვიდეოც ჩავწერ, რამდენი საერთო საათი გამოვა არ ვიცი ყველაფერი. წინსწრებით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა ლამაზი გამოვა, მოგეწონებათ. ნუ მე თავისთავად ვიხალისებ ეგ ვიცი, იმედია თქვენც მოგეწონებათ და იხალისებთ ჩემთან ერთად. კარგი, ძირითადი მოდი მონახაზი ამით მორჩით, ჩავთვალოთ რომ ეს იყო ინტრო. მე ალბათ ცალკე ვიდეოს გავაკეთებ აუთროს, შედეგები რა, ნახეთ რა, მივიღეთ ახალი და ღირდა თუ არა მაგალითად საერთოდ ვიზიტად. ცალკე ვიდეოს გაგიკეთებთ კიდე ერთ თვითონ სტრუქტურაზე, როგორ არის გამოფენა მოწყობილი, რა ხდება, რანაირად რა არის. ალბათ ის პატარა ვიდეო იქნება, ხი დიდი ბევრი მოსაყოლი აფერი არ არის. და დანარჩენი არ ვიცი, 2-3 ვიდეოს ალბათ გავაკეთებ, დავყოფ რაღაც სეგმენტებად, ხა იქ ცეცხლსასროლები ცალკე, პნევმატიკა ცალკე, გეარინგი და რაღაც მაგდაგვარები და ასე შემდეგ. მოკლედ იმედია კაი გასართობი გველის. წავედი, დავიწყებ მე. გაიხსნა უკვე გამოფენა. გაიხსნა. კარგი, დავიწყეთ უკვე გამოფენაზე შესვლა. ეს როგორ